რადგან მე ღმერთის მორწმუნე ვარ და რადგან ღმერთის სამყარო შემოქმედია და ყოვლა ძლიერი და ყოვლის შემძლე არსება და რადგან მე მისი მიმდევარი ვარ, ამიტომ ჩემ ცხოვრებაში სულ უნდა ხდებოდეს ხილული სასწაული. ანუ ჩემ ცხოვრებაში უნდა ირღვეოდეს ჩემ სასარგებლოდ მატერიალური, სოციალური კანონები. მატერიალური, სოციალური კანონები უნდა ირღვეოდეს ჩემ სასარგებლოდ. რაღაცა პრობლემაა, ბუნებრივად განვითარდა ეს პრობლემა. ბუნებრივად განვითარდა, ან ბიზნესი გამიფუჭდა, ან ესე იგი სამსახურში პრობლემები შემექმნა, ან ავად გავხდი, ან მე, ან ჩემი ახლობელი. ბუნებრივად რაღაცა პრობლემა განვითარდა. არასწორი საქციელი ცხოვრების, არაგორინული გადაწყვეტილებით, 1000 მიზეზი შეიძლება მოხდეს, ხო? რაღაცა ბუნებრივად, ხო? ბუნებრივად ვითარდება და მე მაქვს შინაგანად ეს მოთხოვნილება, რომ ღმერთი ახლა ჩაერიოს და როგორც ჩემთვის სასარგებლოა, ისე უნდა გადაწყდეს. ამით დამიდასტუროს მე, რომ ის ჩემთან არის. ნახეთ, აი ეს დამიდასტუროს, რომ ჩემთან არის და გახსოვთ, ხო, ფარისევლები მოუხდეს და სადუკევლები გამოსცდეს მას და ეტყოდეს, რათა სასწაულის ზეცით უჩვენოს მას. გახსოვთ უფალი რას ეუბნება? ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძებს სასწაულს. არ მიეცემა სასწაული, გარდა სასწაული იონა წინასწარმეტყველისა, რომელიც და რას ნიშნავს იონა წინასწარმეტყველის სასწაული? მინიშნება სინანულზე, ნინეველები რომ ნანობდნენ და მინიშნება 3 დღე დაფლაზე და აღდგომაზე. ანუ სინანული და შესაბამისი მეტამორფოზა და აღდგომის განცდა საკუთარ თავში. ეს ორი სასწაული, ანუ ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა. ჩვენ თუ არ განვიცდით მუდმივ მეტამორფოზის პროცესს, რასაც სინანული ქვია, რომელიც ნიშნავს ქრისტესკენ სწრაფვას და საკუთარი დაცემული ბუნების მოძულებას და თუ ჩვენ მუდმივად არ განვიცდით ქრისტეს ჩვენში, მკვდრეთით აღდგარ ღმერთ ჩვენში, ეს ორი ნიშანი ქრისტეს ღმერთობისა, ეს ორი ნიშანი, სინანული და აღდგომის განცდა შიგნით თუ არ გვაქვს, მას ჩვენ არანაირი სასწაული არ გვშველის, არ მოგვეცემა, და რომც მოგვეცეს აზრი არ აქვს. აი ამას ნიშნავს ეს. და კიდევ ერთი, როდესაც ადამიანი თავისი რწმენის დასტურად ითხოვს სასწაულს, თქვათ ვიღაც არის ახლობელი ავად და ხშირად მომხდარა ესე, რომ კურნებას თხოვს, ხო კარგია, ხო და არ განიკურნა ადამიანი და ადამიანი ხშირად ღვთისგმობას იწყებს, ურწმუნოებაში ვარდება. ხო, პავლე მოციქული გვაქვს, პავლე მოციქული არ განიკურნა, განკურნეო და არ განიკურნა. ანუ როდესაც ადამიანი რაღაცას ითხოვს და ის არ სრულდება, ადამიანმა შეიძლება რწმენაც კი დაკარგოს. ესე იგი, ნახეთ, ასე დროს ამგვარი ადამიანის რწმენა რაზეა დამოკიდებული? არა შინაგან ღმერთთან შინაგან კავშირზე. ანუ როცა პავლე მოციქულის სიტყვები, რომ საიდუმლოება უნდა ახსნილდეს ქრისტე ჩვენში. არა ამაზეა დამოკიდებული. არამედ გარეგან რაღაც ხილულ საღვთო ძალმოსილებაზე, რომელიც ჩემს სასარგებლოდ სრულდება. გესმით რა შეასაკა? ანუ ჩემი რწმენა ნამდვილი კი არ არის. ჩემი რწმენა არის ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანი ვარ და ათეისტისგან კი არ გამსხვავდები ძალიან. ხო რაღაცები ხდება ისეთი ხელმოსაკიდი და მაშინ კი ბატონო. თუ არ ხდება, მაშინ არა. აი გესმით, ამიტომ ჩვენი კავშირი შინაგანი ღმერთთან თუ არ არის, ჩვენ გინდა არ გინდა მე გარეგანს ხილულს ვეპოტინებით, გესმით? და ის უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ რწმენა აღარ აქვს ჭეშმარიტ და ნამდვილი.